ბევრჯერ შევხვედრივარ ხოლმე სოციალურ ქსელებში ბატონობიძი და ისეთ რაღაც მშობლები რო წერენ ხოლმე ბავშვს ასეთი რაღაც ჭირს რა ვქნა. მინახავს ხოლმე რომ ბიძინას მიწერე პასუხს აუცილებლად გაგცემს და რა ვიცი არ იქნება ეს მარტივი დარწმუნებული ვარ. მაგრამ კიდევ ერთი დიდი მადლობა რომ თქვენი იმედი აქვს მშობლებს თუნდაც პრინციპში მოსვლას და ექიმთან კონსულტაციას ალტერნატივა არ აქვს როცა საჭიროებაა, მაგრამ ესეთი იმედით რო ხართ მშობლების კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. ერთ-ერთი აგერ ვარ მე თვითონ მაქვს მიწერილი დაახლოებით 4 წლის წინ რაღაც გამონაყეზოდან შემოვიდა ბავშვი და გამონაყარი უცებ აი ვუყურებდი როგორ ჩდებოდა ხელზე ლაქები. და მივწერეთ ბატონ ბიძინას, სურათი მოგთხოვეთ, ჩავუგდეთ სურათი და რო ნახა აუცილებელია ექიმის პირადად ნახოს ექიმმა. ანუ ძალიან მისაღები იყო ჩვენთვის, არაფერი საგანგაშო არ არისო, მაგრამ აუცილებელია ექიმის რჩევა. აი ეს არაფერი საგანგაშო იყო ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელი, რომ დაველოდეთ ორშაბათს და მე ვირე უკვე ექიმის რჩევით ვიხელმძღვანელი. კი დიდი მადლობა რომ თქვენ ეს ამბავი ასე თქვათ ესე გამოიტანეთ და გააღნიშნეთ. მე ეს განმარტება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად შეუძლია და არავის არ ეგზავნება ჩემთან პერსონალური კომუნიკაცია. მაგრამ ერთი განმარტება უნდა გავაკეთო. განსაკუთრებით, როდესაც ჩემი პაციენტები არიან, რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებლობაც მაქვს და ვალდებულებაც, იმიტომ რომ ეს უკვე გავსინჯე, მე ის უკვე ვნახე, მე ის შევაფასე და ასეთ ვისე სიღრმისეულად ვიცი იმ კონკრეტული დაავადების ნოზოლოგიის და ეპიზოდის შესახებ. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ ცალსახად მე ყველა მიცის ეს რომ სამსახურის მიმდინარეობის დროსაც კი პასუხს უკან უბრუნებ და ხშირად ჩემი კოლეგები ხუმრობით მეუბნებიან, რომ ნუ გააფუჭა ეს ხალხი. ბატონი მოვიდა ჩემი პაციენტი ასაკოვანი კაცია, რომელიც ღვინის წარმოებით და სხვა შორის ასე თქვა პროფესიულად და ცხოვრობს კახეთის ერთ-ერთ რაიონში და მე თქვენ რო პასუხს ასო კითხვას დაგისმევთო და SMS იმ წუთში მიბრუნებთო კაცო ჩემი რაიონის ერთ-ერთ ქირურგს თუ რაღაცა დავიკითხეო რომ ესაც დიდი წლებია ვიცნობო და გავიდა 2 დღე და მე მომწერა პასუხიო და რომ მივადექი ამ მესიჯებითო თქვენითო შენ ახლა ამაზე დაკავებული ხარ ესა 2 დღეს მე რომ მივეცი პასუხი ხო და ამიტომ ერთის მხრივ ესია მაგრამ აი უცხო ადამიანებთან დაკვალიანება რასაკვირველია შემიძლია, მაგრამ აი პასუხისმგებლობის გაზიარება ძალიან რთულია. აი ზოგიერთი მოგთხოვს ხოლმე, რომ იქნებ წამალიც მითხრა, იქნებ აი როცა ბოლომდე ექიმი ვერაცნობიერებ, არ გასინჯე, ხელით არ შეეხე, რაღაც ანალიზით არ დააკონკრეტე, ძალიან რთულია და ხანდახან როცა მეტი გამოსავალი არ არის, ვეუბნები, რომ აი მივდივარ ამ ასე ვთქვათ რისკზე და თქვენს გაიზიარეთ მაშინ ეს პასუხისმგებლობა და ეს არავის არ ასე ვთქვათ არ ეუხერხულოს თუ არ ეხამუშოს რომ მე შეიძლება ესე დაკონკრეტება ვთხოვო იმიტომ რომ ექიმობა არის ძალიან რთული ნაწილი ჩვენ ვიცით ახლა აი ევროპის ქვეყნებში ექიმთან ესეთი კომუნიკაცია პრაქტიკულად არ ხდება ესეთი რამ ჩვენი გერმანელი ფრანგი ამერიკელი ეს კოლეგებისთვის არის წარმოუდგენელი ამბავი რომ ვინმე ახლა ექიმს უშუალოდ მიწეროს და უნახავად პაციენტის რაღაცა რეკომენდაცია ეს არ ხდება თუმცა ეხლა არაფერი ახლა უნიკალური არ ხდება. აი მაგალითად ბრაზილიაში